გამარჯობათ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ნევილის ტაროლოგიურ გვერდზე. მათ ვინც არიცით, მე ვარ ნევილი ეზოთერიკოსი ტაროლოგი, მაგიური მცენარეების წიგნის ავტორი. მათ ვისაც სურვილი გაქვთ ჩემი წიგნის შეძენის, დამიკავშირდეთ პირადში, ყველაფერ დეტალებს ან კომენტარის სახით დამიწერეთ, ყველაფერ დეტალებს გაგაცნობთ. პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. მოდით დღეს ვნახოთ ესეთი საინტერესო გაშლა სახელწოდებით სიზმრები. ძალიან ბევრი თქვენგანი ბოლო დროს გააქტიურდა ჩემს სიზმრების ჯგუფშიც, რომელიც მაქვს სრულად უფასო და შეგიძლიათ ჩაწევთ ნევილის სიზმრების ჯგუფი და იქაც გაწევრიანდეთ სიზმრებთან დაკავშირებული სიტუაციები. დაინტერესებთ კონკრეტული ესა თუ ის სიზმარი რას ნიშნავს. მაგრამ მოდით ახლა თითოეული ასე თქვა სიზმრის განხილვა გავაკეთოთ სამი ვარიანტის მდგომარეობით. თქვენ წინაშე იქნება სამი კონკრეტული ვარიანტი, თითო ვარიანტზე ჩაიფიქრებთ კონკრეტულ ერთ სიზმრის მდგომარეობას, რომელიც თქვენთვის პრიორიტეტული არის, რა დროსაც ნახავთ ამ ვიდეოს იმ მომენტიდან არის აქტიური და შესაბამისად იმ სიზმრთან დაკავშირებით მიიღებთ დამატებით ინფორმაციას, რა არის საჭირო რომ გაიაზროთ და იცოდეთ. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ასებული სიზმარი, რომელიც ნახეთ, სამი ცალი ერთად ამოვიდა და იყოს ესე, რისი მანიშნებელი არის მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, აქაც რადგან სამი ამოვიდა თავიდან იყოს სამი და მესამე ვარიანტი. თითო ვარიანტზე თითო სიზმარი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. შეხედეთ კარტებს, დაფიქრდით, აიჩე თქვენთვის ასურველი ვარიანტი, მათ ვინც ვერ მოასწარით არჩევა და ჩაფიქრება შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე კი უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტით. კონკრეტული სიზმარი, რომელიც ჩაიფიქრეთ, რისი მანიშნებელი არის. არსებული სიზმარი მანიშნებელი არის იმის, რომ სამყაროსთან საკმაოდ ძლიერი კავშირი და კომუნიკაცია გაქვთ. ეს გინდათ თუ არ გინდათ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. სამყაროს კუთხით, პირდაპირ მნიშვნელობით მფარველობის პოზიციაც ამოდის ძლიერი კავშირის მდგომარეობაც. თქვენი კონკრეტული სიტუაცია, საქმიანობა, რასაც აკეთებთ, როგორც იქცევით დღის განმავლობაში ცხოვრებისეულად, რატომღაც ყოველთვის უფრო მეტად ჩანს სიტუაციური თვალსაზრისით, უფრო მეტად გამოკვეთილი არის ყველაფერი, გამძაფრებული არის და შესაბამისად დაკვირვების პოზიციაც პირდაპირ მნიშვნელობით უზენაესისგან საკმაოდ ძლიერი არის, ხო, პირდაპირ მნიშვნელობით. ასევე აქ დავამატებდი, რომ თქვენი სიზმრები ხშირ შემთხვევაში შეიძლება იყოს ინტუიციური იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ხშირად ხდებოდეს, იმიტომ რომ ძლიერი ინტუიციის მქონე ადამიანებს გაქვთ უნარი მომავლის რაღაც კონკრეტული ფრაგმენტების სიზმრების სახით დაინახოთ. შესაბამისად, აი ეს არსებული სიზმარი, რაც ნახეთ, შეიძლება თქვენი გაფრთხილების მანიშნებელი იყოს, მინიშნება იმის, რომ უფრო მეტად უნდა უსმინოს საკუთარ თავს, შინაგან ინტუიციას, შინაგან მდგომარეობას და უფრო მეტად იყო მიმღებლობის პოზიციაში და არა ის, რომ მუდმივად რაღაცის გეშინოდეს. ჩათვალე, რომ სამყაროსთან ძალიან ძლიერი კავშირი და კომუნიკაციის მდგომარეობა გაქვს. კიდევ ერთხელ განმეორდები, გინდათ ეს თუ არ გინდათ, ეს უბრალოდ თქვენი ნაწილი არის, ასე რომ შიშის ფაქტორი არ გქონდეთ მეტი მიმღებლება საკუთარი პოტენციალის და თავის. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტის არსებული ინფორმაცია. დამიწერეთ რამდენად რეზონი და თქვენთან რამდენად ახლოს იყო, გადავდივარ მეორე სიზმარზე, მეორე ვარიანტზე. არსებული სიზმარი რისი მანიშნებელი არის? არსებული სიზმარი მანიშნებელი არის იმის, რომ ერთხელ და სამუდამოდ უკვე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და ჩამოყალიბდეთ ცხოვრებისეულად, რისი მოთხოვნილება გაქვთ და რა მიმართულებით უნდა წახვიდეთ. ზედმეტად არეული ხართ საკუთარ თავში, ზედმეტად ასე ვთქვათ, დაულაგებელი, ხო, ერთ მომენტში ერთი გინდა, მეორე მომენტში მეორე, თქო საქმეზე რომ მიდგება კონკრეტულ გადაწყვეტილებას ვერ ღებულობ, შესაბამისად ეს სიზმარი მანიშნებელი არის იმის, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა განთავისუფლდეთ ზედმეტი მერყეობებისგან, უნდა გამოიღვიძო, ხო, უნდა გამოხვიდე რაღაცას თქვა ჩაკეტილი წლის მდგომარეობიდან. შენ თუ ამ ყველაფერს არ შეცვლი, ისევ შინაგანად შესაძლებელი არის კონდეს შინაგანი მღელვარება, დეპრესიული ფონი, სტრესული სიტუაციები, სანერვიულო თემები. უფრო მეტად გჭირდება, რომ გაიაზრო რაში არის პრობლემა, რა უნდა დაამუშაო საკუთარ თავში, რა მიმართულება უნდა შეცვალო ცხოვრებისეულად. როგორც კი აი ამ სტრესულ სიტუაციებს გადალახავ ცხოვრებისეულად, სიზმრების სახითაც კოშმარული თემები დაგილაგდება. ეს ყველაფერი ხდება შენი სტრესული დღიდან გამომდინარე და შინაგანი მღელვარებიდან გამომდინარე ასახული სიზმრები. ხშირ შემთხვევაში შეიძლება ბოლომდე რეალობასაც არ შეესაბამებოდეს ის სიზმრები, რასაც ხედავ, მაგრამ თემა არის, რომ მენტალურად გჭირდება ასე ვთქვათ, დამშვიდება და დალაგება სიტუაციების, გასუფთავება ზედმეტი რაღაც უარყოფითი ფიქრებისგან და ემოციებისგან. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის და გადავდივარ მესამე ვარიანტი. ისი მანიშნებელი არის თქვენთვის? მოდი ესეთ რაღაცას ვიტყოდი. ისინი, ვინც არ იმყოფებით პარტნიორულ ურთიერთობაში, არსებული სიზმარი ნაჩვენები არის იმ კუთხით, რომ შესაძლებელი არის
გამოჩნდეს ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ვისთანაც გქონდეთ სტაბილური ურთიერთობა. თუ კი რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, სურვილი და ასაკოფრენი მდგომარეობა ხელს გიწყობთ, ხო, რა თქმა უნდა. მეორე მანიშნებელის კუთხით, რაც არის ნაჩვენები, არსებული სიზმრის კუთხით, ეს არის მდგომარეობა, რომ ვიღაცა ადამიანი გამოჩნდება კონკრეტული, ვინც კონკრეტულად დაგეხმარებათ წინ წასვლის მდგომარეობაში. თქვენთვის დახურულ კარებს გახსნის, ხო, ჩაკეტილი სიტუაციიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ, რაღაცა ხელს წაგაშველებთ ახალ ეტაპზე გადაგიყვანთ ცხოვრებისეულად, ანუ დახმარების მომენტის მაჩვენებელი არის. ერთადერთი მომენტი არის ის, რომ მეტი მიღებლობა გქონდეთ, ანუ უფრო მეტად ორიენტირდით იმაზე, რომ მე ეს მჭირდება, მე ეს უნდა მივიღო და მე უარი არ უნდა ვთქვა. უფრო მეტი მადლიერება გამოხატეთ ზოგადად სამყაროს მიმართ, სიტუაციების მიმართ, რა თქვენ ცხოვრებაში არის, რაც ზოგადად თქვენს გარშემო არის. რაღაცა მომენტებში თითქოს ცოტათი ისეთი უმადურული დამოკიდებულებას ვერ ვიტყოდი, მაგრამ არ აფასებ ყველაფერს ისე, როგორც შეიძლება რომ აფასებდი, ხო? მეტი ასე ვთქვათ, გჭირდება პოზიტიური განწყობა. არსებული სიზმარი მანიშნებელი არის იმის, რომ უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ადამიანი, ან ისეთ სიტუაციაში დაგიდგება გვერდში ადამიანი, რომელშიც საერთოდ არ ასე ვთქვათ, მოიაზრებდი, ვერ მოიფიქრებდი, რომ შეიძლება ის დაგეხმარებოდა, რომელიც წინ წასვლაში დაგეხმარება. ერთგვარი მფარველის პოზიციაში იქნება. აი ესეთი იყო სამი ვარიანტის არსებული ინფორმაცია, დამიწერეთ რამდენად რეზონი და რამდენად ახლოს იყო თქვენთან არსებული სიტუაციები. პირადი კონსულტაციებისთვის მომატეთ Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. გემშვიდობებით, ნახვამდის.